პიკის საათებში ქალაქები ფაქტობრივად ჩერდება. უმეტეს დიდ ქალაქებში შუქნიშნები ჯერ კიდევ მუშაობს ისე, რომ რეალურ დროში მოძრაობის მდგომარეობას არ ითვალისწინებს. როგორ შეგვიძლია გზებზე მოძრაობის ოპტიმიზაცია? ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლოა სტარტაპმა No Traffic-მა იპოვა. კომპანია დაარსდა 2017 წელს. კომპანიამ შექმნა პირველი ავტონომიური ურბანული მოძრაობის მართვის პლატფორმა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს. მისი მიზანია საცობების აღმოფხრა და ქუჩების რეალურ დროში უფრო უსაფრთხო გახდომა. ჩვენ მივხვდით, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში მოძრაობაში შედარებით ძალიან ცოტა ცვლილება მოხდა. და გარკვეული ცვლილებები ნამდვილად იყო, მაგრამ ფიქრობდით, რომ ტექნოლოგიის გამოყენებით შეგვეძლო დიდი გარღვევა შეგვეტანა. და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კომპანიაში შეიკრიბა ბევრი მაღალტექნოლოგიური ადამიანი, რომლებიც მოძრაობის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ, მაგრამ დღეს ჩვენ მოძრაობის მართვის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ვიქეცით. ის მიდის შუქნიშანთან ღამის 2 საათზე. იქ მხოლოდ ის არის, მაგრამ მაინც წითელი აინთო. რატო უნდა აინთოს მისთვის წითელი? კარგი, იქ არავინა. მას უნდა აინთოს მწვანე. კარგი. ეს უბრალოდ ერთი პატარა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. პრინციპი მარტივია, მაგრამ ძალიან ეფექტურია. კომპანია აყენებს ჩქვიან მოწყობილობებს შუქნიშნებზე, რომლებიც აღჭურვილია კამერებით, რადარებით და ხელოვნური ინტელექტის ჩიპებით. მილიწამებში სისტემა ამოიცნობს ყველაფერს, რაც გადის გზაჯვარედინზე. მანქანები, ავტობუსები, ველოსიპედისტები და ქვეითები. სისტემამ კისიერად ერგება მოძრაობის ნაკადს. რასაც ჩვენ ვაკეთებ არის ის, რომ რეალურ დროში ვაკვირდებით მოძრაობას. მაშინ, როცა დღეს უმეტეს ქალაქებში მოძრაობის ნაკადები სტატისტიკურ დროით გეგმებზეა დაფუძნებული. ჩვენ რეალურ დროში ვაკვირდებით მოძრაობას და რეალურ დროში ვიღებთ გადაწყვეტილებებს იმაზე დაკრნობით, თუ რა ხდება რეალურად გზაზე. ეხლა, რასაც ჩვენ კიდევ ვაკეთებთ, არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ სისტემას მართავთ, არამედ რეალურად პლატფორმას მართავთ. მაგალითს მოგიყვანთ. აშშ-ს ერთ-ერთ დიდ ქალაქში სტადიონი, ამერიკული ფეხბურთის სტადიონი, Monday Night Football, საგზაო დერეფანი, რომლის ოპტიმიზაციას მოვახდინეთ, პოლიცია არ იყო. კარგი, ეს უბრალოდ ოპტიმიზაცია იყო, უბრალოდ ოპტიმიზაციის სამუშაო. და მოძრაობა ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე იქნებოდა პოლიციას რომ ემართა. და მუნიციპალიტეტებს არც კი სჭირდებათ არსებული ინფრასტრუქტურის შეცვლა. უმეტეს ქალაქებს უკვე აქვთ გარკვეული ტექნოლოგია, რომელსაც ეწოდება დეტექციის ტექნოლოგია. შემდეგ ისინი გადადიან ვიდეო ტექნოლოგიაზე, რადარის ტექნოლოგიაზე, თერმულ ტექნოლოგიებზეც კი, ეხლა კი უკვე ლიდარის ტექნოლოგიებზეც. ასე რომ, სხვადასხვა ტექნოლოგიებია და ეს ტექნოლოგიები უკვე დანერგილია. ეხლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ ვიყენებთ უკვე დანერგილ ტექნოლოგიებს, მაგრამ ჩვენ ვშლით ძველ მოწყობილობებს და ვაყენებთ ახალ მოწყობილობებს. მოდით ვნახოთ ეს მოქმედებაში. ნახეთ, აი ქალაქი, ეს არის მოძრაობა მანამდე, სანამ ჩვენ მივიდოდით. და შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ ზუსტად იგივე ადგილი, 2 კვირის შემდეგ, იგივე დღე, იგივე დრო, იგივე კვირის დღე, შეხედეთ მოძრაობას. კარგი, აქ რასაც ხედავთ არის ის, რომ მთელი რიგი უბრალოდ გაქრა. კარგი. და სხვათა შორის აქ უფრო მეტი მანქანა მოძრაობს, ვიდრე აქ აშკარად. კარგი, ასე რომ უფრო მეტი მოძრაობაა და ყველაფერი შეუფერხებლად მიდის. კიდევ ერთი რამ, რასაც აქ დაინახავთ, შეხედეთ მარცხენა მოხვევას, კარგი? რადგან ჩვენ რეალურად ხედავთ რა ხდება, ჩვენ გავათავისუფლებთ მარცხენა მოხვევის ზოლს მათთვის, რომ ასეთი პრობლემები აღარ გქონდეთ. კარგი. ეს არის ოპტიმიზაციის ნაწილი, რომელიც ადრე გაჩვენეთ. და შედეგები თავისთავად მეტყველებს. ჩვენ ნახეთ, რომ ქალაქებში, სადაც ოპტიმიზაციას ვატარებთ, ბევრ შემთხვევაში სატრანსპორტო გადატვირთულობა 30-50%-ით შევამცირეთ. მაგრამ ერთ-ერთი უფრო საინტერესო რამ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ყოველ დოლარზე, რომელიც იხარჯება No Traffic-ის ტექნოლოგიაზე, ქალაქი იღებს ეკონომიკურ სარგებელს, სადღაც 75-დან კარგი. რაც შესანიშნავია მერისთვის, რადგან ისინი ხედავენ, რომ შეუძლიათ გამოთვალონ გადატვირთულობის შემცირება. რამდენს ზოგავს ეს მოქალაქეებს ემისიებში, რა თქმა უნდა, და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ასე რომ, თუ ნაკლები ავარია და ნაკლებია წითელზე გადასვლა, მაშინ ნაკლები ადამიანი იღებს დაზიანებას. კომპანია ასევე მტკიცედ არის ორიენტირებული მომავალზე. ჩვენ მუდმივად ხედავთ, როგორ ვითარდება მოძრაობა. კარგი? სულ უფრო მეტი ხდება, ხედავთ ყველა სახის ავტონომიურ მანქანებს. მათ შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი, ისინი ძალიან კარგად ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ვიღაცა ზემოდან აკვირდებოდეს. სხვათა შორის, ყოველ გზაჯვარედინზე, სადაც სისტემას ვნერგავთ, გვაქვს სპეციალური ანტენა, რომელიც მომავლისთვის არის შექმნილი. ჩვენ ველით ყველა იმ მომავალ სიახლეს, სადაც მანქანები თვითონ მოძრაობენ და ყველაფერი ამგვარია. ხელოვნურმა ინტელექტმა ჯერ კიდევ არ აღმაღმოხვრა საცობები, მაგრამ შეიძლება საბოლოოდ დაამუხრუჭოს ისინი.